მოდით შევხედოთ მომავლის ენერგიას, მოგესალმებით ყველას ჩემოძიებას გავამწერე. ნახოთ რა გეოდებათ მომავალში. აი თქვენს თასების დედოფლებო, გოგოებს ეხება, როგორი მგრძნობიარები ხართ, როგორი რთული პერიოდის ციკლი გაქვთ გავლილი, რთული პერიოდი, დაძაბული, ემოციური, არასტაბილური. ნახეთ, ახალ გზაზე ხართ თქვენ გონიათ რომ ეს ასე გაგრძელდება, ხო? ემოციურად არასტაბილური ხართ ცოტა. ბევრი რამ გააკეთეთ სხვებისთვის, მაგრამ საკუთარ თავს ბოლომდე ვერ უსმენდით. იყო გაჩერება, იყო ლოდინი, გაურკვევლობა და აქ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკვე იხურება ძველი ციკლი და აი ესეც კი ბატონო დაიხურა მიჩვენებს. ეს დაიხურა ძვირფასებო თქვენი რთული პერიოდის რთული ციკლი. ვიღაცას გაქვთ ძალიან დიდი კრიზისი მამა-კაცთან ან ოჯახში, დიდი კრიზისი, შეიძლება ოპერაცია ქონდა ვიღაცა, შეიძლება ოპერაციას ელოდებით, გამარჯვება იქნება ყველა ვარიანტში მიგეშინიათ აქ. ან დაალაგდება ეს ყველაფერი, ან ოპერაცია კარგად ჩაივლის. თვლით რომ ჩიხში ხართ, ხო? არა და ახლა უკვე გახართ გადამწყვეტ ზღვარზე, ვიტყოდი. ყველაფერი დაალაგდება, აბსოლუტურად ტყუილად დარდობთ. თქვენი ცხოვრება უკვე იწყებს შიდა გარდაქმნას. ხო ხედავთ, ტრანსფორმაცია გაქვთ ოჯახში, ცხოვრებაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გარდაქმნა გაშინებს რაღაცნაირად, შინაგან მზად არ ახართ ცვლილებებისთვის, მაგრამ გონება ჯერ კიდევ ეჭვობს. მთავარი თემა ის არის, რომ ძველში თუ დარჩებით, ახალ ეტაპზე ვერ გადახვათ, ამიტომ ტრანსფორმაციას დაელოდეთ, ვისთანაც ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია და დამთავრდება მერე უკვე. ნახეთ რა კარგი მფარველობა გაქვთ, ახალ შემიდიხართ, ოჯახში ამბები დაალაგდება, მიჩვენებს. ეს რა კოშკია, ნახეთ. ეს კოშკი თქვენს მტრებს, ხო, აქ პასუხი მოდის ვიღაცისთვის, ვინც აქ რაიმეს გიკეთებდა, რაიმეს გისურვებდა ნეგატიურს, ეს მთელი მისი სამუშაო ეტალონი, თავისი კოშკით უბრუნდება მას. ან თქვენ უბრუნებთ და უბრუნდება თავისითაც. ერთთან თავისით უბრუნდება. კი ბატონო, მიდის ბუმერანგი. თუ ვინმეს გამოიყავით აი ამ ნეგატიურ ენერგიებს, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე დატრიალდა მორბალი და წავიდა ეს ნეგატივი მათთან. ნახოთ რა შემოდის. ფინანსები მოდის ვიღაცასთან. ვიღაცასთან მოდის ძალიან კარგი ფინანსი, ეს ფინანსური არკანი ამ შემთხვევაში ნუ გეშინიათ, ფინანსები ტომრებით. ახალი არჩევანი, ახალი გზა. რაღაცისგან განთავისუფლებას ნიშნავს ამოისუნთქავთ. გამარჯვება გაქვთ, ახალი გზა გაქვთ. ძალიან კარგ განწყობაზე იქნებით გუნებაზე, ძალიან კარგ განწყობაზე. ნაკლები ტკივილი, მეტი სიმშვიდე, მეტი სიყვარული. იცვლება ყველაფერი. და ისევ პენტაკლები და ისევ გზა და ისევ ხართ ენერგიებში, სადაც ნელა, მაგრამ ძალიან სტაბილურად უმჯობესდება ყველაფერი. ჩანს ახალი გზა, ახალი შესაძლებლობები, შემოსავლები. თავიდან პატარა ჩანს, მაგრამ პერსპექტიულია და პერსპექტივაში ეს ყველაფერი
ძალიან კარგად დაალაგდება, სამყარო გაძლევთ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი კრიზისის და პაუზის შემდეგ. ნაგელოდებათ მომავალში. ჩავლილია ეს ყველაფერი უკვე ის ნეგატივი, რაც ჩაიარა მიჩვენებს 10 პენტაკლი, 10 თასი. თქვენი გაძლიერებული არკანი, არკანი მზეც. და ისევ პოზიტივი. თქვენ იწყებთ საკუთარი საზღვრების ოვნას ზრუნვას ამ საზღვრებზე. აღარ აიღებთ საკუთარ მხრებზე იმ პასუხისმგებლობებს, რომლებზეც არც მადლობას არ ამბობდა არავინ და თან უკვე ამ ყველაფრისგან დაღლილი ხართ. ყველაფერს გულთან ახლოს რაც მიქონდათ ეს ისე აღარ იქნება უკვე, იმიტომ ეგოიზმში ხართ გადასული და სადღაც ძალიან კარგია. პირველ რიგში მე ამბობთ წარსულს აღარ ეჭიდებით. სხვების სურვილებს საკუთარი სურვილების წინ აღარ აყენებთ. გილოცავთ. თქვენი ცხოვრება გადადის უფრო მშვიდ, სტაბილურ და ღირსეულ ფაზაში. ესე დღეში არ მოხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ შეხედეთ რა. სრული ასრულება გაქვთ. აბსოლუტურად. სურვილების ასრულება. გაჩერება აღარ იქნება, აქ უკვე უსმენთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ ემოციებს. მეგობრებო. და ფინანსური არხიც იხსნება. წარმატებები ყველას აუცილებლად ვალაიქებთ ვიდეოს, მივიღოთ ვიდეო და ჩავიფიქროთ სურვილები მომავალ შეხვედრამდე.